Good morning my neighbors. დილევშვიდობისა ჩემო მეგობრებო, ტრადიციულად მანქანის გასახურებელი მოსალმება. როგორ ახერთ რა შვებით? დილის 8 საათია და წვიმს, მაგრამ ეგ ხელს არ გვიშლის, თან ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ამბავზე მივდივართ ახლა, სანამ ფერმაზე წავალთ. და როგორც კი დაუბრუნდები, აუცილებლად გაგიზიარებთ. დარჩი ჩვენთან ერთად. აბა სხვაგან სად უნდა ამაზე უკეთეს, ამაზე ჩასახლავ, ამაზე რა ვიცი ურის და ბაწეს ამბისა. ერთი ნესტანდარეჯანის და ტარიელის ამბავი იყო და მეორე და ციური და ბაწეს. ცოტა კი მეცინება, მაგრამ თავიდან ციურის მასე იყო და ბაწეც. ესენი თავისთვის იქ ხეინა ჭამენ და ცებ ოპ პატარა კაცი. ციურის ქმარი შეეძინა. იმას ალკე დაუყარე იქ, რომ ამათ მარ წაართვა. რომეო დავარ ქვიავ კაცურ კაცს. მოდერო ვირთხასავით კია. მამალი გოჯი მაჩუქეს. ციურაო თავისი ტერაპევტს არიზავს. ნუ სანამ ის გაიზრდება იქამდე დაჭირდება დახმარება, მაგრამ კარიკაცია. გაივლის ადაპტაცია. ციური ვაფშე მარტო იყო და გელივით გაიზარდა. წავედი ახლა ცეცხლი დავანთო. ოღონდ გარეთ დავანთოთ, რომ შიგნით ამ ტალახიანი ცოტა ისაა გაიძრე, ფეხსაც მე სხვა ჩაიცვი შედი. მე ის. გარეთ დავანთოთ, ქარის გვაქვს, წვიმაც გვაქვს. ერთი სიტყვით სამუშაო ამინდი გვაქვს. რომეო დავტოვით. ნამდვილ ვამპირებთან. Few moments later. და ამ წვიმაში ვიშოვეთ დიდი პრობლემა. აი ამ ბოროტმა ქალმა იმ გოჯს გამოეკიდა. გადმოვედა სადღაციდან გამოძო. და ამაში სად უნდა იპოვო ახლა. ნეღუტა. დამპალი ციური. ეს დამპალი ძროხაა, ღორია თუ რაცა. ამ წვიმაში ხა უნდა ვეძებო ამ ჯაგნარში. გადასარევი. ხო, აი ესეთი რაღაცები ახლავს თან ამ ყველაფერს. ამაში ახლა სად უნდა იპოვო? ის პატარა 10 კილოიანი გოჯი. ოხ, ციური შენ თუ არ დაგკლა. ერთი შეხედვით რომ ჩანს, ყველაფერი ესე კარგი სახალისო და ფერადი არა ახლა. პირველი იმიტომ რომ ახალმოყვანილი გოჯი გაიქცა და ამ ჯაგნარში და ტყეში ხომ არ დავტოვებს. მეორე იმიტომ რომ შეიძლება ესე სადღაც ალახში ან ახში ჩავარდე, ხელები დაგეკაწროს, დასველდე, თუმცა არ განივდე და გააგრძელო ძებნა. იმედია ვიპოვით, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ფილოთაში წამოწოლა. ან ისე სადმე და ყველაფერს ყურება გარედან ყოველთვის უფრო საინტერესოა, მაგრამ შიგნიდან ბევრ რაღაცა ისეთ პატარ-პატარა დეტალებს შეიცავს, რომელიც ადგილზე ასე თუ ისე სასიამოვნოა. თუმცა დასველებაზე ვინჩივა. რა ვიპოვოთ. ვედი ხა ცეცხლი დავანთე გარეთ. ცოტა სველი და ის რაც მოსვია გავაშრო და მე ესე წავიდე საძებნად. ვერ ვიპოვე და რა აუცილებლად ვიპოვით. მაგ პატარა გოჯუნას. და ყველაფერსაც საპოვნელი. იასიმჯერა. და რა ჩემი დღეს აქამდე საღული გოჭი აგერ ამარო დაინახა ვაჭმევდი საბორზე გადმოხდა ფეხი გინაღა მოიდეხა აჰა კოჭრობს ვინც ის რაჭის და ის გამიქცია კიდე ტყეში აქამდე მოყვანილი ესაა საქმე ბაწემ ფეხი გინაღა მეიდეხა საბორზე გადახტომის დროს ის გოჭი აქ მოყვანილი და მაკარგინეს საბორი გადაამტურიეს, ასე ვთქვათ. და ჩემი მენტალური მდგომარეობა არის ახლა როგორც ერთი ცნობილი ვიდეოშია. You think bad days gonna stop me? You think bad days gonna stop me? Ha! I eat bad days. მიყურებენ. შესათხართ. იგარაფე. პრიმა და ხოშკე კალიღა გვაგლდა. სრული სიამოვნებისთვის. თუმცა გარეგაჩერებას არ ამინაპირებ ჩემო მეგობრებო. ამათ ფეხებზე კიდიათ
გარი დარბიან და ის პატარა სადღაც აქვე დაძვრება. ამათი გადამტრეული მესერი ზაბორი, რავი და ვეღალი ზაბორი ქვია ჩემ გაგებაში, გლეხურ გაგებაში. ხო და მაგრამ იქ ესეთი დიდი ფილები ალაგია ლიანდაგის შპალი ეგრე წოდებული და ერთი გადავარდნილი იყო, მაგიტო არ უშვებდი აქამდე ამ მხარეს. ეხა იმასაც გავაკეთებ, დიდებს აქეთ მხარეში უყრენ და პატარა თუ დავიჭირე იქეთ. ნახოთ რა გამოვა, ყველაფერს გაიგებთ პირდაპირ ეთერში. ზალ დიკო რა წვიმაა ბავშვებო. ასე წვიმაში ფილიპინებში ბანანებს ვკრებთით. მედგა და ადგილობრივი ნარკოკარტელის უხუცესები. ეს აპირებს ჩვენ შეშინებას, ვერანაირად. მოდი პაცე, მოდი გოგო, მოდი შემოეპარე. მოდი. აჰა, ისიც გაიცითა. შემომახტე გოგო, მე ხერა ზუგდავა. ბოროძა ძლიან კეთილმან. არსება მისი გძელია. კაი ბიჭია რომეო. აი ხა მე თქვენ უცებ აგიხსნით? მაინც რომ მაგ მაიმუნობის თავი. ჩარლი ჩაპლინი კომედიას როგორ აგებდა? ჩემს მაგალითზე. ხორი ხო გაიქცა ხუზდი, წავიქეცი წყალში ჩავარდი. მანქანის ფანჯრები ჩამოწეული დამხვდა რა იყო და დამიტო მანქანაში. წვიმა დამხვდა. ყავის მოდუღება გადავწყვიტე. იმას რა ქვია, გაზის ქურას ფეხი გავკარიყავა და იქცა. გამძელო. აი განამდვილი კომედია. ოღონდ ტრაგიკომედია. თაღლილობის სიცილია ეს ყველაფერი. ერთი სიტყვით სადღაც 5 საათია წავალ სახლისკენ ახლა მე ისინი გამომწყვლეული და 9 გლედულში არიან. დიდები ცალკე, პატარები ცალკე, ნაჭმი, გამზადებული და იმედია ყველაფერი კარგად გვაქვს. მშვიდობიანი საღამო. დღე მესამე ასე დასრულდა მოულოდნელობებით. სადღაც სასიამოვნოა მე რო გადმოხედავთ ორი ეხა ნამდვილად არა. ყველას კარგ საღამოს გისურვებთ. ჩემო ძვირფასო გამომწერები.